არის ვიდეო ჩანაწერები, ეს ვიდეო შესაბამისად ვიდეო არ გამჭირდება, რამდენიმე წუთი გამჭირდება, რომ გამოვიძიოთ ეს. ასევე რაც ხარის წერილობით მტკიცებულებები რა ფორმით დიდი ალბათობით ამასაც გამოიგებთ. დიახ, გამოვიგებთ რა წერილობით. დღეს წერილობით მტკიცებულებები ვიყრე? ყოველ ზოგადად არ იქნება რა. ნახეთ შემოთავაზება. კი, მაგ გავიარეთ, მაგრამ ბატონო სამართლე შეიძლება ხო აღსაქმე. სანამ ამას გადავთ ვიდეო ჩანაწერები, წერილობით მტკიცებულების გამოყენების ფორმაზე რო შევდივართ. ვიდეო ჩანაწერები ჩვენ მტკიცებულებებს ვიყრე? ეს ვერ გამოიგებს, აი ამაზე არ დავასწრებ. რაოდენობას დაწოს ვერ გამოიგებს. ორი ვიდეო არ ჭირდა. და იგივე ფაქტორი. და აქვე ვიხარით ფაქტორმაიან ზოგადად კაცის მხარე, როგორც სურს წერილობით მტკიცებულებები, შინაარსობრივი მხარით სურს ჩამონათვალით სურს როგორია თქვენი ბრალდების მტკიცებულებები. ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებები. მტკიცებულებებზე მინდა რომ თქვენი ყურადღება ასე ვთქვათ გამოვიდოს ბრალდების მხარე. ალბათ ბატონი ესე გავაკეთოთ ნუსხას მივყვეთ, რაზეც ექნება საკითხი რომ სურს შინაარსობრივი მხარე, ამას გამოვიყვეთ შინაარსობრივი მხარე. მაშინ დავუწყოთ ვიდეო ჩანაწერები. კი ბატონო, კარგი. თუ პირველ რიგში ეს არის გალუქნის სახით არის დისკი, ვორდის ათვალიერების გადაღებული, გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. ნახეთ ხომ დაცვის მხარე გულის მთლიანობა. ის მთლიანობა ნახეთ ხომ?
ხმა არ ეს ვიდეო ჩანაწერიც კი აჭარის ტელევიზიის ადასტურებს იმას, რასაც დაცვა ამტკიცებს, რომ აჭარის ტელევიზიას რაცილებით მეტი კადრი ჰქონდა და რაცილებით ვრცელი კადრები ჰქონდა, რაც ასახავდა პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, აქ არაერთი კადრი ჩანს, მათ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აჭარის ტელევიზიაში ჰქონია ის კადრი, რაც 54 წამიან ეპიზოდს წინ ილუსტრებს, აი როდესაც ჭიშკართან დგას მზია ეთერთურაძესთან ერთად მშვიდად და არაფერს არ ამბობს, არავის არ უანძღავს, არავის არ აკინებს და ელოდება ჭიშკართან. ეს კადრიც ჰქონია. ესენი 54 წამი რომ მოჭრილია და მას წინსწრებით კადრები აქვს, აი ამ სიუჟეტშიც ჩანს, რომ მიაქციოთ ყურადღება და სხვა არაერთი კადრი ჰქონია აჭარის ტელევიზიას, რაც არ ამოიღო გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ განჩინებით ჰქონდა დაავადება. კიდევ ერთ ნაწილსაც მივაქცევ ყურადღებას, როგორც პროკურორმა განმარტა. აი თავდასხმამდე რა ხდება ვენაზე არის საუბარი, ამ კადრებში ჩვენ დაცვის ხარის შეფასებით და ობიექტურად ჩვენ მივიშნევთ, რომ ესე არის, რაც სისხლის სამართლის მიზნებისთვის, რაც არის თავდასხმა, ჯანმრთელობის სიცოცხლის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ეს არ არის, რასაც ქალბატონი მზია ახლა ჩვენ ვიდეო ჩანაწერში ვხედავთ ფილმად ნაზად ყოველგვარი ინტენსივობით გარეშე ხელის მიდებას სახეზე. შეიძლება მას მიდებას კი უწოდა, არ არის ხელის გამოქნება და ასე შემდეგ. ჩვენ შეფასებით ეს ნამდვილად ესეა და ვხედავთ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს ვიდეო. ექსპერიმენტი ჩავატარეთ. სურს დაცვის მხარეს კიდევ ვიხილოთ ეს ვიდეო? ალიგუიესა. მეორე ის არის მიტინგი რო დაშავა. ეს არის ხელის მიდება რო ჩანს აი ეგ. თითის მიდება. რამდენიმე. ეს დალუგული არის. ამას დავუსვით. კი.
ეს რამდენიმე გუში არის დალუქული, მოგეხსენებათ რამდენიმეჯერ დათვალიერდა და ცალ-ცალკე იუქებოდა. ხო, დემონსტრირებას აღარ მოვახდენ რამდენიმე ჯერ არის დალუქული. ეს არის შეიძლება მოგეცი. აი აქ კიდე თავიდან ვშავოთ შეიძლება. თქვენი სულ გემოვიდა მივაყრო, აი გავაჩეროთ და ჩავხოთ გავაჩეროთ. აი აქ იწყება უშუალო დიალოგი ირაკლი გუატესთან სიამაყლობას შორის შეიძლება ითქვას რომ რამოდენიმე წამით არის ორი სამი წამით არის შეიძლება დიალოგი დაწყებული არის, იმიტომ რომ კითხვა სვამს რამოდენიმე ზია და ამაზე ბატონი ირაკლის პასუხი უკვე აშკარად კარგად ისმის. ჩავდოთ თუ შეიძლება. გავაჩეროთ. არის მე-6 წამი ბატონო მოსამართლე, ანუ აი ამ განმარტების დაწყებიდან, მათ შორის საუბრის დაწყებიდან 6 წამში ხდება თავდასხმა. ამ დროს ხედავთ კარტში ჩანს გრიგულგესელია, რომელიც უშუალოდ ფრინველი არის, უნებრივია 6 წამით ადრე მისი მანძილის გათვალისწინებით, როგორც ამ მათ შორის საუბრის, ასევე აი ამ ფაქტის. გავაგრძელოთ შეიძლება. ერთი ოპერაცია გეუჯავა აკავებენ და გავაჩეროთ ცოტა ოდნა უკან გადმოვიდეთ თუ შეიძლება. და უკან კიდევ გავაჩეროთ. აი არჩი მანთაძე არის ეს მოწმე, რომელიც დაიწყო სასამართლოში. ეს არის მე-11 წამზე ბატონო მოსამართლე, ანუ შესაბამისად განმარტების დაწყებიდან 6 წამზე ხდება თავდასხმა და განმარტების დაწყებიდან მე-11 წამზე კადრში ჩნდება არჩი მანთაძე და შესაბამისად თავდასხმიდან 5 წამში ჩნდება კადრში არჩი მანთაძე. ან ამას გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს შემდგომში ჩვენი მხრიდან და ამიტომ გავამახვილე თქვენი ყურადღება აღნიშნულ გარემოებას. თუ შემდგომ ბუნებრივია გრძელდება ეს პროცესი, შეხავთ ეზოში. ჭიშკარი გრიგულგესელიაც შედის. საკავდაზე პოლიციის თანამშრომელი. ეს მინდა სულ რაც დაცვის ხარისხი
აი ეს 54 წამიანი ვიდეო ზუსტად იმის მტკიცებულება რასაქმნობა პროკურორის ასე ვთქვათ კომენტარი აქ იწყება, აქ არაფერი არ იწყება, ეს მონტაჟი, მოჭრილი კადრი, აქ არ იწყება დიალოგი, ეს დიალოგის ბოლო ნაწილია და აქ არ იწყება ჩვენ ვარ წარმოქმნილი საქმეში სხვა მტკიცებულება, ბოდიში მანამდე იწყება დიალოგი. 4 წამებში. ხო, ну, ამას მე შევაფასებთ, მანამ იწყება დიალოგი და სასამართლოს ყურადღება მინდა მივაქციოთ, ბატონმა პროკურორმა ბრძანა აკავებელო ბჟალავაო და ფერაძეო. თუ შეუძლია პროკურორს დამანახოს ბჟალავა სადაკავებს აი ამ კადრში. შეგიძლიათ მაჩვენოთ ბატონო პროკურორო, ამას ვიძლებთ სულ. მაჩვენეთ ბჟალავას ამბობთ, მაგრამ კადრში მაჩვენეთ სადაკავებს. ეს აშკარა არ ჩანს. ბრალდებული უშუალო სიახლოვეს იმყოფებიან ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა, რომლებიც დაიკითხეს სასამართლოში. და შესაბამისად მათ განმარტეს სასამართლოში დაკითხვის, რომ სწორედ მათ მოახდინეს ისეთი დაკავება. კადრი ისეთი დაკავებით არის და ისე არის გადაღებული, რომ შეიძლება ის ფიზიკური კონტაქტი, რაც მაგალითად გიორგი ბჟალავას ჰქონდა ქალატომზიასთან, ისე ხარისხიანად არ ჩანდეს. ეს შეიძლება არ ჩანდეს არც ბერდია ფერაძის შემთხვევაში, ხო? ისე ინტენსიურად არ ჩანდეს, რომ ძალიან ახლოს არის ბატონო ბერდია გიორგი ბჟალავასთან შედარებით და გამომდინარე აქედან, ამას უფრო დეტალურად შემიძლია დაწესებაში შევაფასებ, რამდენად სარწმუნოა შეიძლება რომ სწორედ მათ დააკავეს და არა ვინმე სხვა. შეიძლება აი 0.018-0.019-ზე სადღაც კადრი გავაჩეროთ. თუ ეს ბჟალავა, აი გააჩერეთ 0.018 ჯერ კიდევ კარებში გრავს, თუ ეს ბჟალავა, კიდევ ამბობ, ნიღბიანი, არ ვიცი და ბჟალავა ამბობენ. 0.018-0.019-ზე მიდით, ну, კეპით ცნობთ მეტი არ ნიშანი არ ვიცი. აი 0.018-ზე გააჩერეთ, კარებში დგას ბჟალავა ჯერ კიდევ ხსნებია. ხო, აი კარებში სანამ ბესელია შევა, მანამ კიდევ კარებში დგას ბჟალავა და მზია უკვე რამდენ 3 მეტრით შეგდით არის. დიახ, ბატონო, რა ხო არ შეულოცა დამრავებელი ნიშნავს ხელს რო კიდევს და 3 მეტრით უკან რო ესენი ის კაცი ვერ აკავებს. ეხლა აქედან არ წამში თუ მოკიდა ხელი გიორგი ბჟალავა, მაგრამ აი რა წამში მოკიდა, მაგრამ მე ჩვენ რა თქვენი პირადი პოზიცია ერთი წუთით ბატონო, ბატონო ბაია, თქვენი პოზიციები ამ დიახ, მე გააჟღერეთ, უფრო მათ დასწრებდეთ მოახსენეთ სასამართლოს. კარგი, სხვა რაიმებს სურს ამ ვიდეომასალიდან? დიახ, მე ისე გამეორდები, პროკურორმა კვლავ ახსენა თავდასხმაზე ისაუბრა და აუცილებლად უნდა გააჩერდეს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და ამაზე რა თქმა უნდა დეტალურად და შინაარსობრივად სისხლის სამართლის მიზნებისთვის რა არის თავდასხმა დასკვნის სიტუაციაში გავშლის, თუმცა აქაც ხედავთ, რომ ახლოდან ყოველგვარი შორიდან ხელის მოქნების გარეშე ახლოდან ხდება სილის დაცვა, რაც სისხლის სამართლის მიზნებისთვის თავქმედების ინტენსივობიდან გამომდინარე თავდასხმას ნამდვილად არ წარმოგვიდგენთ რამდენიმე თითი ახლოდან ხელის შორიდან მოქნების გარეშე სილის დაცვა. შესაბამისად ამას ვერ ხედავთ ამ ვიდეოზე ვერ ხედავთ თავდასხმას. ამის გამომდინარე ბატონო შუქი ავადოს ბატონო და ავადოს შუქი. ხო, მე მინდა სასამართლოს ყურადღება გავამახვილო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაზე ნახე. ჩვენ რომელი მოწვევით გამოვკითხეთ ამ და თავად უთითებდა რომ ნიღბის ქვეშ იმყოფებოდნენ და საკუთრების გარეთ წარმოდგენილი ხავს. ძირითადად ის მოწვევები, რომლებიც ატარებენ ნიღბს. მათი ამოსაცნობი ნიშანი იდენტიფიცირების შესაძლებლობა ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს. არათუ ჩვენ მეგონი არც იმასაკაც ამოსოს არ აქვს. უთითებდნენ იმაზე, რომ დიდი ხანია იცნობდნენ და მათი მიხრამობით შეუძლიათ ამოიცნონ. ამ კადრებში კარგად ჩანს საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები, რომლებიც ნიღაბს არ ატარებენ, ფაქტობრივად არ არიან რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ მზიასა და გერბოძეს შორის, ძალიან ახლოს ფაქტობრივად და სახის სიცოცხლეზე ის პოლიციელები საუბრობენ, რომლებიც არიან ნიღბის წარმომადგენლები ამ კადრებში და მათი იდენტიფიცირების საშუალება ობიექტური ნიშნით შეუძლებელია. ამ გარემოებას მინდა მიაქციოს სასამართლო ყურადღება. რაც შეეხება ბჟალავასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვითხრათ, რომ ის თავად საუბრობს განსხვავებულ ასე ვთქვათ ნიღაბზე, მაგრამ
მაღალთან დონისმება ფაქტობრივად ვერ გითხრა ნიგვის ტარების რაიმე წესი და რეგულაცია თუ იცის ან თუ იცოდა შეიძლება რომ ამაზე მიეთითებინა. შესაბამისად ეს გარემოება სასამართლოს რაზეც სიცოცხლეზე ყველა მისაუბრა ფაქტობრივად შეუძლებელია შევუდგოთ ეს ადამიანები იმყოფებოდნენ თუ არა იმომიჩნდა და ინახეს თუ არა რაც შეეხება ბესედებს ეს ყველაზე ცხადა ვინც ჩანს და მიღავს არ ატარებდა მან ცალსახად დაადასტურა რომ სიცოცხლე როგორც ფაქტი და გამოსახულება უნდა არ დავუახლოს და ეს გარემოება მოწმენდაც დაკითხვის დროს გადმოსწრება. კარგი, ვიდეოდან სხვა რაიმე სურს დავუახლოთ. კარგი, ბატონო, რადგან ვიდეო მტკიცებულებებთან მიმართებით ვართ, ახლა გავიარეთ მე-20 მინუტი. აქ ხავთ მითითება ამოგებული კოკომოდელის მობილურ ტელეფონზე, რაც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. გამომიკვლევთ და ასევე არის მითითება პირადი ჭრილის შედეგად ამოგებული გასაგების საბანკო ბარათი და ასე შემდეგ. ამ ვიდეო მტკიცებულებები ეს საკანონმდებლო ორგანოში არის და რაღაც ჩვენ სულ გამოკვლევა დაცვის პანელს. რედუქაცია მერამდე პუნქტია. 5-2 პუნქტი ბატონო ჯუბერ ეს გახლავთ პირადი ჭრილის შედეგად ამოგებული გასაგები და საბანკო ბარათი. რომელიც დაუხურია, როგორც მითითებულია და ინახება საკანონმდებლო ორგანოში. დაბუნებას რა უნდა? არაფერი მე პატრონაჟისთან კონტაქტს საუბარი და უბრალოდ უნდა მიმზადოთ რომ გადმოგვცეთ. ეს ალკე საკითხი გახლავთ დაბუნებასთან მიმართებით, კვლევა გსურთ სტომის დარბაზში ამ ნივთების. კი ბატონო, გამოკვლეულად ჩაითვალო შესაბამისად, რაც შეეხება 5-1 პუნქტი, ვერიფიკება წარმოდგენილი. არის საუბრობთ ჩემთან ერთად ბატონო ჯუბრო. შესაბამისად 5-1 პუნქტს ვერ გამოვიკვლევთ. რაც შეეხება 5-3 პუნქტი, 5-4 პუნქტი დღეს გამოვიკვლიეთ ბატონო ვიდეო მასალები. პოეზია შესაბამისად მე-5 პუნქტი სრულად დასრულებულია და ვიწყებთ ამით დავასრულეთ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა და ვიწყებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების წერილობითი მტკიცებულებების კვლევას. ნუსხა გაქვთ ბრალდების მხარის. ნუსხა მაქვს ბატონო, სამათესები როგორც შევთანხმდით. კითხულობთ და დაცვის მხარე გვითითებს შინაარსობრივი მხარე რომელი დოკუმენტი სურს და ის კითხვების იქნება ალბათ დასმოვიდან ჩვენ მოგვიდეთ პასუხების გაცემა ხო რა პროპოზიციები ჩამოვარდნით. ხო ისე ბატონო. კარგი, თუ პირველ პუნქტს აკითხო, ვიდეო რომ გამოგიყვეს დოკუმენტი არის და რა ვიცი. აი ვერც არც მეორეს აკითხო. ესა მესამედა. რადემუზია გამოგიყვეს დაკავებისა და პირადი ჭრების შუამდგომლობა კანონიერებასთან დაკავშირებით და სასამართლოს გაჩინება არის წარმოქმნილი ოქროს სამეფოს შესაძლებლობის განმარტების თავაზე და ოქროს გადაგების დაკავების თავაზე ახალმოქმედის თავისუფლების შეტყობინების შესახებ. პირადი ჭრების ოქრო, ხო? კი, პირადი დაკავების და პირადი ჭრების ოქრო მინდა, რომ სასამართლოს ყურადღება მივაქცევინო. ეს ახლა ის რომ ადვოკატი არესტრება მინის პირადი ჭრებას და დაკავების ოქრის შედგენას, ამ დროს ადვოკატი არ არის შეშვებული და ასევე მინდა ყურადღება მივაქცევინო სასამართლოს, რომ პირადი ჭრების ჩამტარებულ პირად მითითებულია ცირა ჩოგრაძე, მართლწესრიგის ოფიცერი. ეს მნიშვნელოვანია, რომელიც არის საკანონმდებლო მოქმედების ჩატარებაზე უფლებამოსილი პირი. ასევე დღეს დართული დოკუმენტური მტკიცებულებით დასტურდება, რომ ამ დროს უკვე ადვოკატები გარეთ ითხოვდნენ შესვლას და ვერ შედიოდნენ და ისე ჩატარდა საკანონმდებლო. ამაზე რა თქმა უნდა ბრალდების მხარე იტყვის, რომ ჩვენ განვმარტეთ უფლება ეს სტანდარტული პროცესი. ნახეთ, შეგაწყვეტინეთ ხა ბატონო რაჟდენ. კონკრეტული დოკუმენტში ასახულ ფაქტთან გარემოებას და აკეთებთ აპელირებას. შეფასებებს ვაკეთებთ ცალკე ეტაპზე. ამას გულისხმობს შინაარსობრივი მხარის კვლევა. ამასო, ანუ ის ნაწილი რომ განვმარტა ბრალდების მხარე ადვოკატის ხოლის უფლების შესახებ, რა უპასუხა მზიანალობებმა არ მინდა, არ მსურს დღეს არა მაგ ტელეფონის ნომერზე დავუკავშირდეთ, ეს ინფორმაცია არ არის მითითებული ამბებში, რაც მითითებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდების მხარემ კუთხედი შეუშალა. ეს ადამიანს უთითებს შეიძლება. არც ერთ ოქროში, დაკავების ოქროში, დაკავების და პირადი ჭრების ოქროში არასდროს სამწარმოების ფარგლებში არ ეთითება ოქრებში, ზოგადად რომ განემართა ბრალდების უფლებები, ჩამოთვლილია და უფლებები განემართა. და თითოეულ უფლებასთან მიმართებით ბრალდების პოზიციები წერილობრივ, მაგალითად, გუმირის უფლებასთან მიმართებით რა პოზიცია ჰქონდა,
ადვოკატის პოლიტიკურებას ანალიზირებდა ეს სასარგე პოზიციები არ ეთითება დაკავებისა და პირადობის ოფისში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განმარტებები მოვისმენთ დამთავრებული პირებისგან რა იყო თავდაპირველი მიზეზი პროცესის უცნობობა რა იყო იქ და დარჩეს დაფარის სიტუაციაში შემდეგი არის აჭარის ნებების ისტორიის დაკვალიერების ოფისი. არა, შემდეგ იყო შუამდგომლობა. ხო, შუამდგომლობა და ეს არის ერთიანობაში. არა, შუამდგომლობაზეც მინდა გავაკეთო კომენტარი. შემდეგი არის მაშინ კარგად დავუშვი. ხო, დიახ, შემდეგი არის ბატონი თორნიკეს შუამდგომლობა პირადი ჭხრების დაკანონებაზე. და სადაც ბატონი თორნიკე უთითებს სასამართლოს, რომ ჩატარებული პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ თამარ ერესელიძის მიერ ჩატარებული იქნა მზია ამაღლობელის პირადი ჭხრებაო. წერან ყურადღება მიგაქცევინათ, რომ პირადი ჭხრება ჩაატარა ჩოგაძემ, მარკ წესუდის ოფიცერმა და არა გამომძიებელმა, რომელმაც აქაც დაადასტურა, ამას მინდა ყურადღება მიაქციოთ სასამართლოს მიმართა ამ შუამდგომლობით ბატონმა თორნიკემ. შემდეგ, მაგრამ გადავალ შემდეგი სასამართლოს განჩინება. სასამართლომაც კანონიერად ცნო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩაატარა ერესელიძემ, რომელიც სინამდვილეში ჩაატარა ცირა ჩოგაძემ. ამაზე მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება. სამედიცინო შემოწმების ეს კი ბატონო გავიარეთ. პროექტობაზე ახლო ნათესავის შეტყობინების შესახებ ამაზეც მინდა ქალბატონო მოსამართლე თქვენი ყურადღება მივაქციო, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. ეს ოქმი შედგენილია, ანუ მზიას ახლობლებს მისი დაკავების შესახებ სატელეფონო შეტყობინება ამ ოქმის თანახმად გაუკეთეს ღამის 03 და 37 წუთზე, ეს ფაქტიურად ღამის 4 საათი რომ ხდებოდა, ანუ კანონით დადგენილი 8-ის ამოწურვამდე ბოლო წუთებში, თუმცა ჩვენ არ ვერ მოვისმინეთ რა გამოიწვია ეს, რომ ამდენი საათის განმავლობაში მას არ მისცეს საშუალება ახლობლებთან კომუნიკაციის და ეს შეტყობინება არ გაუკეთეს სასამართლოს. დიახ. ბატონო, შემდეგი გადავიდეთ, შეგვიძლია. შემდეგი იყო აჭარის, ხო? სხვა პირის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობა მოითხოვა და სასამართლომ სხვა პირის მიერ ჩატარებული მოქმედებას კანონიერება. ალბათ ნახეთ, როდესაც მაგალითად ნარკოტიკებთან დაკავშირებით უტარდება საგამოძიებო მოქმედება გამომძიებელი საგნის და იქ ორი ოპერატიული თანამშრომელი არის, რომელიც ფიზიკურად ატარებს ამ საგამოძიებო მოქმედებას, ჯიბეში უყობს პრობლემებს და იღებს რაღაც საგანს და გამომძიებელი საგენს საერთო სასამართლოების სისტემაში საქართველოს მასშტაბით გერგან ასე ხდება კანონიერად ცნობა. ჩამტარებელ პირად იქნება არა ის ოპერატიული თანამშრომელი, ვინც ფიზიკურად შეეხო და ასე ნარკოტიკული საშუალება მაგალითად არამედ ის პირი, ვინც ოქმის შეადგენდა, ისე ჩამტარებელი პირი და ამის ავთენტიკობასთან დაკავშირებით იკითხება ჩამტარებელი პირი. ამიტომ ეს ახლა შეცდომაში შემწვარი არის თითქოს რაღაც გაუგონო უკანონობასთან გვაქვს საქმე, ერთი შეხედვით, რომ ოქმის სხვა შეადგინა და სასამართლოს სხვა რაღაცა კანონიერად. ესე არ არის ოქმის შემდგენელი არის ჩამტარებელი საგამოძიებო მოქმედების და აბსოლუტურად სწორად შემოვიტანე შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლომ ცნო კანონიერად. ბატონ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საგამოძიებო მოქმედებას თვლის და იცნობს ჭხრების ჩატარებას და არა ოქმის შედგენას ჭხრების ჩატარების შესახებ. შესაბამისად კანონი განსაზღვრავს საგამოძიებო მოქმედება ჭხრებაზე ჩატარებულ უფლებამოსილ პირს. ჭხრების ჩატარების ოქმში თავად ოქმის შემდგენელი ჭხრების ჩატარება პირად უთითებს სხვა პირს და აქაც დაადასტურა, რომ ჭხრები ჩატარდება სხვა პირმა. ამიტომ მე ყველა დოკუმენტს ვითითებ გადამწყვეტით რა არის აღნიშნული ამ დოკუმენტში. რა არის ხელმოწერებს დააფიქსირებდა ბატონო თორნიკე, დავველოდოთ და
გამოწვიან, დავვრთოთ ხო ამ ნიშნული დისკების ის სამართლის საქმე. დიახ, ბატონო, მუსალა. გამოკვლეული ვიდეო მასალა, რაც დღევანდელ სიტყვაზე წარმოუდგინა მრავლების მხარეს სასამართლოს, დაერჩება განსახილოს ის სამართლის საქმეს მხარეთა ხელმოწერები დაფიქსირებულია და დაუშვია. ვაგრძელებ პროტოკოლი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭირის ტელევიზიის რეგულების დაკვალიერების სურს ამ დოკუმენტის შინაარსობრივი მხარე გავდომანი. დიახ, მინდა ყურადღება მივაქციო. გვერდს ხომ ვერ მეტყვი გადავთვალიერებს. მე როჩეს დაკითხვებია, მოგვეცი წუთით. გვერდი გდება ხო? კი, არაბულ დასაწყისში. დაკითხვების მერე. 64-67 გავდომანი. მადლობა. აი ესა, დიახ. ესეთი 12 იანვარს აქ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ ეს დათვალიერება იმ ვიდეოსი, რომელიც ჩვენ აქ ნახეთ და აი ბოლო მომენტში კადრში ბატონი ბესელია რომ შემოდით დიდი პლანით, რატომღაც ამოქმნის დამთვალიერებელს, ანუ იმ კადრში საერთოდ ბესელია არა თუ სხვებიც ჩადა ნათა ბეძაშვილი და სხვები, მაგრამ ბესელიას აქ არ უთითებს ამოქმნის დამთვალიერებელი და მე მაქვს ჩემი მოსაზრება რა. აი აქ როდესაც ათვალიერებ ვიდეოს ბესელიაზე საერთოდ არ არის აა დამავალ ისე სავარაუდოდ თუ ასე ჩანს. კაცი პოზიცია ესეთია ბატონო თორნიკე გავაგრძელოთ. სხვა რაიმები სურს ამ დოკუმენტთან მიმართებით. შემდეგ სწავლობთ. ამბობა იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი აჯანყებების და რადიოს კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთქმის შესახებ შესაბამისი განჩინება არის ნიმარო არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაგზავნილი განჩინება უხრი მაუწყებელიდან ინფორმაციის გამოთქმის თავაზე მიმართვის წესები გულის პოლიციის დეპარტამენტს და გადაგზავნა დეპარტამენტის წერილი იმასთან დაკავშირებით რომ გადაეგზავნა ინფორმაციის გამოთქმის და შემდგომ მიფერიფიცირების გადაგზავნის თავაზე აღშფასება. სურს რაიმე დაცვის ხარის. დიახ, თუ ისე გვერდში გამეხმარებათ ეს არის შუამრო ეს აქტივია. ის გადარაკანია ასერთი ასორი გავდო. მადლობა. შუამრომლობა ინფორმაციის ამბობია დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ. აქ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ პროკურორმა შუამრომლა რა სასამართლოში, პროკურორმა შუამრომლა რომ საქმეზე ეს არის შუამრომლობის 1-2 მესამე აბზაცი. საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით აუცილებელია გამოთხოვილი იქნას 2025 წლის 11-12 იანვარს ქალაქ ბათუმში ტყერ აბუსელიძის ქუჩა 11-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო შეყრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. მათ შორის ისეთი, რომელიც ეთერში არ გასულა და წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ დაუმონტაჟებელ მასალას. ეს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ სხვა რამე მინიღეს. დიახ, და შუამრომლობს ბატონი თორნიკე ამის. შემდეგ სასამართლოს განჩინება ასევე იგივე დასაბუთებით არის, რომ ობიექტური გამოძიების ჩატარებისთვის აუცილებელია, რომ გამოთხოვილი იქნას ამ საპროტესტო მანიფესტაციის ამსახველი ვიდეო მასალა მთლიანად 11-12 იანვრის მათ შორის შავი და დაუმონტაჟებელი და სასამართლოს განჩინების დადგენილებით ნაწილში მიუთითებს, რომ
დაკმაყოფილდეს ბატონი თორნიკე რობეშვილის შუამდგომლობა, მეორე პუნქტი ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩა 41-ში მდებარე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ხდას 2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში აფუსელიძის ქუჩა 11-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები, მათ შორის დაუმუშავებელი, წყილებში დაუმონტაჟებელი ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც არ განთავსებულა ეთერში. დიახ, აქ მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება, სასამართლომ რა დაავალა აჭარის მაუწყებელს, შემდეგ არის მიმართვა ბატონი გურამ დიასამიძის გაუგზავნა იმავე დღეს არის 20 იანვარს გაგზავნილი აჭარის ტელევიზიას, გაუგზავნა განჩინება და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდეთ განჩინებაში მითითებული ინფორმაცია ეს მინდოდა და შემდეგ დათვალიერებაც მივთქვათ შემდეგ რაც ჩაატარეს აჭარის ტელევიზიაში. აქ არის უბრალოდ წერილი, რომ გადაიქცევა გულის პოლიციის დეპარტამენტში ეს ოქთი და შემდეგია რასაც საუბრობს ახლა კაპიტანებთან. ხო, შემდეგია არის შესაძლებელი გვარეობითად რომ ვთქვათ ეს ჩამოთვალოთ ერთიანობაში რომ ჩამოთვალოთ ეს დოკუმენტები ცალსახელოვანი ძალიან დროს გარდაუჩნდა. ვეცდები არ დანაკარგინოს. არა, მაგით არა, რამდენი ცნება იმდენი ისაუბრეთ, უბრალოდ ერთიანად ჩამოვიდეთ ამ ვიდეოზე თქვენს კომენტარებს ერთიანად გააკეთეთ. კი ბატონო, კარგი. აქ არის 3-4-დან 11-ის ჩატი, ფაქტობრივად დათვალიერების ოფუნები, სხვადასხვა პირთა მონაწილეობით. მონაწილეობის მონაწილეობით არის დათვალიერებული ოფუნები. იმ ვიდეოდას არის რაც განჩინების საფუძველზე გამოიყენება ბატონო. არა, სამოთხიდან სადამდე ბატონო. 11-ის ჩატი ფაზის მონაწილეობით, კი ბატონო. დათვალიერებული. დათვალიერების ოფისში ხოცლიან ხაზობრივ განმარტებებს ამაზე მივაქცევინებდი მოსამართლეს ყურადღებას. შეიძლება ეს ესეთი ნიუანსია, მაგრამ ყველა ეს მოწმე თავდაპირველ განმარტებაში საუბრობს, რომ ბატონი გრიგოლაძე გამოვიდა და ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით აკეთებდა განმარტებებს. ამ დათვალიერების ოფისში უკვე იმას ამბობენ, რაც ჩანს ასე ვთქვათ ვიდეოში და ამბობენ, რომ მხოლოდ გიორგი გრიგოლაძესთან დაკავშირებით აკეთებდა განმარტებებს და ზოგიერთ გაბაიძესთან და ზოგიერთ შემთხვევაში ამ თავად ბატონი გრიგოლაძე მიუთითებს, რომ რაღაცები არ ისმის აქ და იმეებს ყვება ამ დათვალიერების ოფისში, რაც თავისთავად არ ჩანს ამ ვიდეოში. ამაზე მინდოდა მხოლოდ ყურადღების მისცემა. კი ბატონო, გავაგრძელოთ ბატონო. ექსპერტიზებთან დაკავშირებით არის წარმოდგენილი დადგენილება მზიაროველის მიმართ ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ. მიმართვის წერილი არის, მიმართვის წერილი დროებით მოთავსების იზოლატორს გაკავების ადგილიდან პირის გამოყვანის თაობაზე, დადგენილება პირის გამოყვანის თაობაზე და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ასევე არის ირაკლი გეგუაძის ანალოგიურად ექსპერტიზის დანიშნვასთან დაკავშირებით დადგენილება მიმართვის წერილი და ექსპერტიზის დასკვნა. შემდგომ არის დადგენილება მიმართვის წერილი დასკვნების გამოგზავნის თაობაზე, დადგენილება საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ შუამდგომლობა ტელეფონთან ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე, ბაქოს ბოდობეცის რაიონის სასამართლოს განჩინება, მიმართვის წერილი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტიზის დადგენილების გადაგზავნის თაობაზე და მიმართვის წერილი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს საექსპერტო კვლევაში მონაწილეობის თაობაზე. აქაც მოკლედ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ამაზე ვისაუბრეთ თუ გვერდს მეტყვით ხალბატონო მოსამართლე ეს 4 პუნქტი საიდან იწყება 271 ხო დადგენილება ხო აქ პატარკი არ მიდიცითებიათ ხო ამ წუთას კი პატარკი არის არა, აქ არის.
ეს გახლავთ დადგენილება საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის შესახებ, რომელიც პოლიციები ჩიტაიას პატაკის და შემდეგ გამოკითხვის საფუძველზე მიმართა სასამართლომ და აქ მინდა სასამართლოს გამოძიებამ და აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო დასმულ კითხვებზე რა კითხვებით მიმართა ანუ ნებართვა რაზე მოითხოვა გამოძიებამ სასამართლოსგან გახლავთ ასეთი მეორე პუნქტს ვკითხულობ პირველი არ არის საინტერესო ზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში რომელიც დალოქულია ამ და ამ პაკეტში ასევე ტელეფონში არსებული სიმბარათების მეხსიერებაში რა მოკლე ტექსტური შეტყობინებებია დაფიქსირებული, როგორც მიღებული, ასევე გაგზავნილი 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით დროის პერიოდში, რომლებიც შეეხება პოლიციელთა თავდასხმის ფაქტს და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. შემდეგ ზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში, რომელიც დალოქულია პაკეტში, ასევე მობილურ ტელეფონში არსებული სიმბარათების მეხსიერებიდან შესაძლებელია თუ არა წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების წაკითხვა. დადებით შემთხვევაში ამოღებული იქნას ეს შეტყობინებები. შემდეგ რა კონტაქტებია ზია ამაღლობელის ამაზე სასამართლოს ყურადღებას ვამახვილებ, რა კონტაქტებია დაფიქსირებული ზია ამაღლობელის ტელეფონში არსებული სიმბარათების მეხსიერებაში, ანუ ბადით და დროით არ არის საერთოდ შეზღუდული და ზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში, რომელიც დალოქულია ამ და ამ პაკეტში, ასევე მობილურ ტელეფონში არსებული სიმბარათების მეხსიერებაში, რა სატელეფონო ზარებია დაფიქსირებული 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით. შემდეგია ზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში, რომელიც დალოქულია ამ და ამ პაკეტში, დაყენებულია თუ არა საკონტაქტო პროგრამა, აპლიკაცია, ეგრეთ წოდებული WhatsApp, Viber, Messenger და სხვა. დადებით შემთხვევაში ამოღებული იქნას აღნიშნული პროგრამებით მიღებული და გაგზავნილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, მათ შორის წაშლილი. ამაზე ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ არის, ასე ვთქვათ, შემოსაზღვრული და იდენტიფიცირებული პატაკში და გამოკითხვის ოფისში და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს აბსოლუტურად გაცდენილია იმ პატაკსაც კი. ამ კონტექსტში მინდა დავაბატო ამ დოკუმენტურ მტკიცებულებებთან დაკავშირებით აქ გარდა ამ დადგენილებისა, რომელშიც რადვე კალიტომაიას უთანხმოს სრულიად უკანონოდ არის და ეს ფარგლებს სრულიად დაარღვეულია, რაც უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა რა ამოიღოს. გარდა ამის არის შუამდგომლობა და სასამართლოს განჩინება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა ტელეფონიდან და ეს საგამოძიებო მოქმედების სტანდარტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც შემთხვევაშიც ოზურგეთის სასამართლო ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებას გასცემს მხოლოდ ატაკის საფუძველზე და ამ ატაკში მითითებულია, რომ არაიდენტიფიცირებულმა პირმა მიაწოდა თურმე მას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზია ამაღლობელის ტელეფონში ინახებოდა ინფორმაცია, რაღაც ინსტრუქციას იღებდა და ეს დააკმაყოფილა ოზურგეთის სასამართლოდან. მე ამასთან გავავლებ პარალელს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის განჩინება მქონდა, შუამდგომლობა მქონდა მე მოტანილი და რაზე მიხარით თქვენ მოარი, როდესაც ვიდეო მოვიტანეთ ირაკლი ყობახიძე საუბრობდა, რომ ეს ადამიანი იღებდა ერთ დავასრულდა მე მოსამართლე შემოგვიყვება ინსტრუქციებს იღებდა ზია ამაღლობელის თქვენ არ მოწოდებით და ბატონო, არ მოწყვეტინებდით, ველოდებოდით თქვენი აზრის დასრულებას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიკეთებთ განმარტებას. შინაარსობრივი მხარე გულისხმობს დოკუმენტში ასახული ფაქტებთან, გარემოებებთან თქვენ შეფასებებს. სასამართლომ რა საკითხზე იმსჯელა, რა არ დააკმაყოფილა, რა დააკმაყოფილა, დამოუკიდებელი კვლევის საგანია და ამ ეტაპზე ამას არ ვიქნებთ, ბატონო. ამიტომ დავუბრუნდეთ ახლა იმ ეტაპს, რა ეტაპზეც იმყოფება სასამართლო. უბრუნდები და ვამთავრებ ამ განჩინებასთან დაკავშირებით, რომელიც ოზურგეთის სასამართლომ მხოლოდ ატაკის საფუძველზე გასცა და აქ ეს მხოლოდ იმიტომ გავაბა პარალელურად, რომ ნათელი დამტარება რამდენად თანაბარია სტანდარტი დაცვის ხარისა და ბრალდების ხარის მიმართ.
და უბრალოდ რას გავაკეთებ, ვინაიდან მიმართვა გამოძიებას ექსპერტიზისთვის გაკეთებული ახლა დოკუმენტი, რომ მაქსიმალურად განხარებული წესით ჩაგვიტაროთ ექსპერტიზაო, ანუ ჯერ ექსპერტიზის შედეგები ჩვენთვის ცნობილი არ არის და ბრალდება აქვს აღიარებულია. გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ, მე ხომ წავაკითხო, ვინაიდან თქვენ გააკეთეთ გამოკვლეული. გამიდასტურეთ, იმიტომ მე რაც შეეხება ზიამაყულის ანტიკური მონაცემები არის ფოტოსურათით, მეორე ზიამაყულის გასამართლობის ცნობა და ზიამაყულის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობა. ნებავთვარი ამოსთან. მეშვიდე პუნქტი ადვოკატ აადია სამიცოდერი, ადვოკატი მარაშის სოლდერია. ადვოკატების ორდერებია ჩამოყალიბებია. მიმართვის წერილი ბათუმის საკალათო სამართლის მოადგილეს ზიამაყულის ადმინისტრაციული სამართლის მასალების გადმოსავლის თაობაზე. ასუხი ადმინისტრაციული სამართლის მასალის გამოგზავნის შესახებ. ნოდარ ზენაიშვილის ინფორმაციული პაკეტი, ზიამაყულის ანტიკური მონაცემების ფოტოსურათით, ზიამაყულის ადმინისტრაციული თავისუფლი, ზიამაყულის დაწერილი დაკავებული თავისუფლების შესახებ, მიმართვის წერილი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და პასუხი, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, პოლიციის თანამშრომლის ფიცი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მომართვის წერილი დეპუტატისებულებიდან მასალების გადმოგზავნის შესახებ, და სპეციალური დაწესებულების მომართვის წერილი, ოქროდაზებული დაწესებულებაში შესახების და ზიანების აღმოჩენის ფაუაზე, მინოკაპანიის მოხსენებითი ბარათი, მეხუთე ხალხის სპეციალური დაწესებულების შეთხოვინება, მიმართვის წერილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საკუთრების ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროს, მიმართვის წერილი აჭარის პროკურატურას, მიმართვის წერილი ბათუმის საკალათო სამართლის ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიერ გამოცემული გენერალების გადმოგზავნის თავისუფლების და პასუხი და ეს 7-21-ზე გადაგენ სამი დადგენილება არის ადვოკატ მაიამ წარიაშვილის განცხადება, მიმართვის წერილი პასუხი ადვოკატ მაიამ წარიაშვილის, ვლადიმერ ჩიტაიას ინფორმაციული პაკეტი, უქმი ეთერტურადის სატელეფონო გასაუბრების შესახებ უწყება ეთერტურადის გამოცხადების შესახებ. დოკუმენტზე გავდამაია გააკეთე. მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ქალბატონო მოსამართლე. ეს არის 52 გვერდზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიმართავს გამოძიება წერილი
ზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 173 მუხლით ჰქონდა დაწყებული. აქ მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებს თავად დებუაძის სამსახური. ანუ გაზარალებულის სამსახური. დიახ. ეხლა მინდა პატაკი პატაკს მინდა ყურადღება მივაქციო. ესე იგი, პატაკი თითქოს და მზია ამაღლობელის მიერ სამართალდამცველის ჩადენის შესახებ შედგენილია ბატონი თავად ირაკლი დებუაძის სახელზე და პატაკს წერს ვინმე ზენაიშვილი. პატაკში წერია ასეთი რამ. მოგახსენებთ, რომ 25 წლის 11 იანვარს ბათუმში ამადა მისამართზე მდებარე პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მართავდა საპროტესტო აქციას, რომლებიც აპროტესტებდნენ აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით პიროვნებების დაკავებებს. მონაწილეთაგან ერთ-ერთი პიროვნება პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს წარწერით „იფიცება საქართველო“ და ყურადღება მიაქციეთ. ამავდროულად პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიკვდილის შეურაცხყოფას შემდეგი ფრაზებით „რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო“. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთი კანონიერი მოთხოვნისა შეეწყვიტა განსაწინააღმდეგო მოქმედება არ გაითვალისწინა. ახასწორა პატაკის შემქმნელი ამბობს, რომ აკრავდა სტიკერს და ამავდროულად პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. შემდეგ პატაკის შემქმნელი აღწერს, რომ სამართალდამცველის ფაქტის აღკვეთის მიზნით ვინაიდან შეურაცხყოფას აყენებდაო, სამართალდამცველი დაკავებული ადმინისტრაციული წესით 173 მუხლით და გადაყვანილი იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოხდა მისი იდენტიფიცირება და პიროვნება აღმოჩნდა მზია ამაღლობელი და ბოლოს რეაგირებას ამაზე სთხოვს ბატონ ირაკლი დებუაძეს. ეს იცით რა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ამიტომ გავუსვით ხაზი. შემდეგ მინდა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა ოფისს მივაქციო ყურადღება, როგორ არის აღწერილი ქმედება ის რამაც დააკავეს მზია ამაღლობელი, სწორედ აი დღეს რო ვიშუამ რომლეთ და არ დაფარყოფილეთ ამ ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა ოფისში მაშინ როდესაც დააკავეს სინამდვილეში 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში ყველა უსევიძის 11-აში მიმდებარე ტერიტორიაზე კერძოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემოსასვლელთან ფასადზე მზია ამაღლობელი აკრავდა სტიკერს, რომელზეც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“. ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიკვდილის შეურაცხყოფას „რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო“ და არაერგიზის მოწოდების მიუხედავად შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება მის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული და მოხდა მისი დაკავება 173 მუხლის პირველი ნაწილით. ამას ყურადღება მინდა მიაქციოთ ხალბატონო მოსამართლე, აქ არაფერი არ წერია, გარდა იმისა, რომ ეს სიცრუე თავიდან ბოლომდე, აქ არაფერი არ წერია იმაზე, რომ დამატებით კიდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს თურმე და ამიტომ დააკავეს, როგორც იმ ადმინისტრაციულ საქმეში აღმოჩნდა შემდეგ. და ამავე ოფრის მიხედვით მოგეხსენებათ დამკავებელ პირად მითითებულია ბატონი დებუაძის მოადგილე გოჩა ბანაძე. ამას მინდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ მინდა აი ეს 7-13 გვერდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართვის წერილი დაწესებულებიდან მასალების გადმოგზავნას. ამის გვერდი ხომ არ იცით რა ვეთანხმება? ეს არის 7-13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართვის წერილი მერტული დაწესებულებიდან მასალების გადმოგზავნას. და აქედან ფიციც არის ხო? ფიცის
ტექსტი მინდა ხმამა წავიდე დიახ რასაც ბატონი ირაკლი დებუაძე აწერს ხელს პოლიციის ფიცი მე ირაკლი დებუაძე ფიცა ბოლომდე ვიყო ერთგული და ღირსეულად დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო ვიყო მამაცი ბეჯითი ფრიზელი და დისციპლინირებული თანამშრომელი კიცე დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საერთაშორისო საქართველოს კონსტიტუცია და კანონები სამსახურებრივი და სამხედრო წესდებები კეთილ სინდისიერად და უსიტყვოდ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი წესდებებისა და ბრძანებების მოთხოვნილებები და არ გავიშურო ძალა საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების მისი საკუთრების პიროვნების მათი უფლებების და მართლმსაჯულების დაცვისათვის და თუ მე დავარღვევ საზეიმო ფიცს დაეგავდა ჩემი ქვეყნის კანონების მკაცრი განაჩენისა და ასევე მოქალაქეთა საყოველთაო სიძულვილის ღირსი. ამას ხელსაწერს ბატონი ირაკლი 2014 წელს. საზოგადოებრივი აჭარის ეხლა მე გაქვთ ხო? მე უბრალოდ ეხლა ხომ მე მგონი ეს მე გაქვთ. დათვალიერების ოქმი ეხლა აწარი გითხოვთ გადავხადოთ. დათვალიერების ოქმი წინ მესამე პუნქტში იყო. აი ერთად რო წავიკითხე ეს ისა ხო და აი 7-13 ხომ არ გინახავთ ეს არის 341 გამარჯობა 7-13 დიახ აი წელს არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზების დასწრების გადამგზავრის შესახებ. პენიტენციური პროკურორების მიმართვის წერილი ნომერ 5 დაწესებულებიდან მასალების გადამგზავრის შესახებ. ეს 341 არა აქვს ამ საკითხს. აქვს გამდგომარი. მე დამატებით ხო ის დამატებითია. ეს არის დაზიანებები, რომელიც არ იყო დაფიქსირებული მის იზოლატორის მიერ, ამიტომ ეს ოქმი შეადგინა პენიტენციურმა დაწესებულებამ და გადაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს ბენინსპექციას. ეს შეტყობინება ასევე გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა
გენერალური პროკურატურა შემდეგ უბრძანის ამ მასალებს აჭარის პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს დაზიანების აღმოჩენის ორქანში მითითებულია, რომ მარცხენა ხელზე მხრის არეში ორი მომრგვალო ფორმის მოლურჯო მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ასევე სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა მხრის არეში და ლურჯეთის არეში, მარცხენა მხარეს აღენიშნება ორი მცირე ზომის მოლურჯო მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთები. აი ეს რა. ამაზე რეაგირების მასალები საქმეში არ არის. ორი სიტყვით ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბრალდების სისტემა და ბრალდების ჯანმრთელობის გენერალობას. ეს ვაკცინებულების არჩევები მაჩვენებს დღევანდელ დღეს საკითხული მოსმენებას და ამას დასკვნით სიტყვაში დეტალურად მოგახსენებთ, უბრალოდ საუბარი არის რაზე. და რაც ალბათ ბრალდები ანუ დაიკითხება ამ თავის დასკვნით სიტყვაში ამ საკითხის სადაც ისაუბრებს ალბათ მარჯვენა მხარეს დაზიანებასთან დაკავშირებით. არ დაწესვლა ეხლა ისეთი განმარტებები საკითხებს ამ წერილობით მტკიცებულების გამოკლების დროს თითქოს ბრალდების მხარეს არ დააფიქსირა ეს დაზიანებები მარჯვენა მხარეს კონკრეტულ ზარაში რაც თანდაუზიას ჰქონდა. შეგაწყვეტინებთ უბრალოდ ფიზიკურად ფორმატში არის მისმა ფაქტობრივად ხელი ეშლება როგორც სასამართლოს ასევე დაცვის მხარეს, ამიტომ ვაცხადებ შესვენებას შეწყდება გამოხატვა გამოგრძელებთ საქმის განხილვა. შესვენება რამდენიმე სასამართლოს გამოცხადდება. ვაგრძელებთ საქმის განხილვას. მოკლედ ნოტებას გავაკეთებთ. მოვლენებთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ მიიღებს განხილვა ფორმალურ ხასიათს, ფიზიკურად ვერ იმეშლება სისხლსამართლის საქმის განხილვაში არ მისმის მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებები, მათ შორის აღნიშნული ხელსუშლის ხომის ოფში ამ განხილვების ასახვას. შესაბამისად, თუ კვლავ გაგრძელდება, ყოველ შესაძლო შემთხვევაში გამოვაცხადებ შესვენებას, რომ ამ ტექნიკურ ხარვეზებს არ ჰქონდეს ადგილი და ხელი არ შეეშალოს სასამართლოს საქმის განხილვაში. გარდა აღნიშნულისა, ეს არის ერთადერთი დიდი სხდომის დარბაზი ამ სასამართლოში. ამ დარბაზში სხდომის ჩატარების მიზანი არის ერთადერთი, რომ ყველა ოპერატორს, ყველა ჟურნალისტს, ყველა საზოგადოებისას არ შეეშალოს ხელი და დაესწროს საქმის განხილვას. შემდეგ სხდომაზე ჩვენ შევიცვლით სხდომის დარბაზს, რომ ასევე ხელი არ შეეშალოს სასამართლოს საქმის განხილვაში და ამ ფორმით გამოხატვა ხელი არ შეუშალოს კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან საკითხების კვლევას, რასაც ჩვენ დღევანდელ სხდომაზე ვახორციელებთ. ამიტომ თუ ხელი შემიშლება, გამოვაცხადებ შესვენებას, იქნება სიშვი და გავაგრძელებთ საქმის განხილვას. ეხლა გისმენთ გავდომაია თქვენ საუბრობთ. დიახ, ესე იგი და ეხლა მინდა რომ ბოდიში თავგამაიან დააფიქსირა პოზიცია და მე და თქვენ საუბრობთ მართალია ბატონო, ძალიან. აქ საუბარი იყო შესაბამის ოფზე, რომელიც შედგა ტენდენციურ დაწესებულებაში, სადაც კალაპოზიას აღმოაჩნდა დაზიანება. ბატონო მოსამართლე, ჩვენ აქ ორი დღით ადრე ამ პროცესამდე ვალდებული გამოვიყვანთ წინასწარი საკალაპოს იზოლატორიდან და ის წავაგინეთ ექსპერტს. სადაც ჩაატარდა საექსპერტო კვლევა. შემდეგ, როდესაც ეს დოკუმენტი ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ბუნებრივია გვქონდა ინფორმაცია იმას დაკავშირებით, რომ კვლევისას მათ პოლიციელი წახვდა. ანუ კვლევისას მარცხენა მხარის არეში ჰქონდა სისხლნაჟღენთი, ორი სისხლნაჟღენთი, რომელთან დაკავშირებით სამხედრო კვლევის დროს მიიღეს დაზიანება. კონკრეტულად მისგან არაცნობს. როცა მივიღეთ ეს ინფორმაცია პენტენციური სამსახურიდან, სადაც ზუსტად იგივე ხასიათის დაზიანებაზე იყო საუბარი, რომელიც ყოველთვის არის სუბუქი ხასიათის ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ამასთან ბრალდებული იგივეს განმარტავდა ამ ოლქშიც, რომ პოლიციის თანამშრომლობის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა და იგივე ვითარებას აღწერდა ამ დაზიანების
მიღებისა. შესაბამისად რადგან ამ შემთხვევაში კვლევის საგანი არ იყო ამ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქი ჯანმრთელობის მოშლის გარეშე დამატებით ექსპერტიზაზე ამ დოკუმენტის წარდგენა ყოველგვარ არხის მოგებული, ვინაიდან სახეზე იყო მხოლოდ ბლოკი. არც ფოტოსურათები იყო გადაღებული, ვთქვათ, არც ზომები იყო ახსენებული, უბრალოდ საუბარში წერია ორიგინალები დროს ის ნაშრომია და ლოკალიზაცია და ფერია მითითებული. აქედან გამომდინარე, ამის დამალვარო ზონა და ბრალდების მხარეს არც კი დაუთავდა საქმე. ჩვენ მაინც დავუდგეთ ეს საქმეს იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ თუ კი ბრალდებული ჩვენების მისების დროს ისაუბრებს ისეთ გარემოებებზე, რომ ვთქვათ, რაღაც ვითარებაში მარჯვენა მხარეც მიიღო დაზიანება, ეს ობიექტური მტკიცებულება საქმეში ცდებს და შესაბამისად ბრალდებულს მეტად ჰქონდეს საშუალება, რომ ისინი მოწოდებული ინფორმაციას ობიექტური მტკიცებულებითაც დასრულდებოდეს. თუ ის ამაზე საუბარს მოისურვებს, აქედან გამომდინარე დავითვლა ექსპერტიზის რომ გადაგრძელო მაგალითად მეკნებოდა ისეთი მოცემულობა, რომ დასკვნაშიც ეწერებოდა იგივე რაც აქ წერია და ხარისხი ზუსტად იგივე იქნებოდა და თუ ხანდაზმულობას დანარჩენი ახლა ავტორიტეტზე გადაწყვეტს და გადაწყვეტს ამაზე საუბარს, ეს ინფორმაცია საქმეში არ ფიქრობთ ამით ბრალდებულის უფლებები არანაირად არ არის დარღვეული. ამიტომ პატარა კომენტარი გავაკეთე სამართლე. მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, რომ ამ გარემოებასთან დაკავშირებით გამოძიებას სრული არ ქონია, რომ გამოეკითხან ზიამაღლობელი დაზიანებებთან დაკავშირებით ასეთი დოკუმენტი საქმეში არ არის, ეგრევე არ გასწორდა კონკრეტულად დაზიანებებთან დაკავშირებით და ეს დაზიანებები, როგორც ექსპერტმა თქვა, როგორც მინიმუმ ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი ყოფილიყო, მოხდებოდა მის საექსპერტო კვლევაში დასკვნის ნაწილში. მადლობა. გავაგრძელოთ ბატონო. მერვე პუნქტთან იყავთ? მერვე პუნქტს რაც შეეხება, მერვე პუნქტში არა, მანამდე მახატიეთ ბატონო ჩიტაიეს ატაკი ჩაიკითხეთ და მინდა რომ ზანდარზე გავაკეთოთ ყურადღება. ეს ბატონი ჩიტაიეს ატაკი ასე ვთქვათ 15 თებერვალს არის უცებ საქმეში გაჩენილი. მას შემდეგ მინდა ყურადღება მიაქციოთ რაც უზრუნველს გადაეცა ეს საქმე და მას შემდეგ რაც ადვოკატის წერილი დევს რომ დაგიბრუნეთ ტელეფონი, ვინაიდან არ აქვს საქმესთან შემხებლობა და ამ ატაკში წერია ასეთი რამ, რომ ესე იგი ეს ვინმე ჩიტაია წერს, რომ ჩემს ხელში არსებული ინფორმაციის თანახმად აქ წყაროს არ უცითებს ეს ინფორმაცია რა არის ოპერატორის სამძებნო საქმეა რა საიდან მოსული ინფორმაციაა. ზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე ზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს. ასევე მიღებული ინფორმაციით ზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონში ინახება აღნიშნული კომუნიკაციის სამსახური მიმოწერები, ხმოვანი შეწყობილებები და სხვა ელექტრონული ინფორმაცია თქვენს შემდგომ რეაგირებას, ანუ ატაკის პოლიციის უფროსის სახელზე წერს ასე ვთქვათ ატაკის შემდგენელი და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მერე დასკვნით ნაწილში, იმიტომ რომ ამ ნაწილში სხვა რაიმე მტკიცებულება ზიას ტელეფონიდან ინფორმაციის მოხსნაზე არ არსებობს, ამაზე უფრო სარწმუნოა. გავაგრძელოთ. მერვე პუნქტს რაც შეეხება, მერვე პუნქტში მითითებული არის ფორმალეთი გამოძიების დაწყების საკითხის განათი, ბერდია ფერაძის ინფორმაციული პანკი, დადგენილება ირეგულარულად დაზარალებულად ცნობის შესახებ, უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილება ზიამაღლობელის ბრალდების შესახებ, ოქმით მტკიცებულება თუ კაცის თაობაზე, ახლოს კონდიციების შესახებ შუამდგომლობა და სასამართლოს განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვება ცნობის თაობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართვის წერილი არ უყურებდა რაჟდენ ხიმშიაშვილის განცხადების გადაგზავნასთან დაკავშირებით, რაჟდენ ხიმშიაშვილის განცხადება მტკიცებულებების გადაცემის თაობაზე, რაჟდენ ხიმშიაშვილის განცხადება მიწების დაბრუნების თაობაზე. რაჟდენ ხიმშიაშვილის ორდერი, ორი ორდერი არის ოქმი მტკიცებულებათა გაცემის თაობაზე 15 იანვრის და ადვოკატ რაჟდენ ხიმშიაშვილის მიერ შედგენილი ოქმის მტკიცებულებათა გაცემის შესახებ. ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადება 30 იანვრი და 27 იანვრის მაია მწარიაშვილის ორდერი. დადგენილება საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ და მიმართვის წერილი საქმის გადაგზავნის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის დავალება პროკურორებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დავალება პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განმზიარებლად. ადვოკატ რაჟდენ ხიმშიაშვილის განცხადება 20 თებერვალი ოქმი მტკიცებულებათა გაცემის თაობაზე 21 თებერვალი
ოქრიფიცებულება გასვლის თაობაზე და სასამართლოს წარსული ფიცებულება ნუსხა 24 თებერვალში გატარდა. არის წერილობით. მხოლოდ პრინციპში ერთ დოკუმენტში მივარცევთ თქვენს ყურადღებას, გაბატონო მოსამართლე. ეს გახლავთ ბატონი ბერდია ფერაძის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, რომელიც ასევე ბრალდების მოწმეა ამ საქმეში პატაკი. ამ პატაკის წერს ბატონი გრიგოლ ბესელიას, ასევე ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის და მოწმის სახელზე. და ამ პატაკში რატომ არის ეს ყურადღება მისაქცევი? ბატონი ბერდია ფერაძე, რომელიც უშუალოდ ეპიცენტრში დგას და თვითმხილველია ამ ამბის, ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბატონ ბესელიას წერს, რომ 12 იანვარს დეპარტამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა აჭარის ავტონომიური პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს ირაკლი გრებუაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხაზგუსვალ თავდასხმაზე არ საუბრობს, მიუხედავად იმისა, ის საგამოძიებო ნაწილის უფროსია და იურისტიც რა ხვალს. კერძოდ კი მარცხენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყისა და ყურის მიდამოში, რასაც სხვა მყოფ მოქალაქეებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევეწარით მე და გიორგი ბჟალავა. ჩემი და გიორგი ბჟალავას მიერ მოხდა აღნიშნული ქალბატონის დაკავება ბრალდებულის სახით, ის შემდეგაც შემოვიყვანეთ შენობაში და ვთხოვთ თქვენს მითითებებს და შემდეგ ადევს რეზოლუციები ბატონი გრიგოლ ბესელიასი. აი ამაზე მინდა თქვენ ყურადღების მიქცევა, რომ ის საუბრობს მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ბატონი ბერდია ფერაძე. მადლობა. დავასრულეთ, ხო? დიახ. კარგი, სხვა მოწმეებთან მიმართებით რაიმე პოზიცია გვაქვს, ბატონო? დიახ, გვაქვს ბატონო მოსამართლე, ჩვენი პოზიცია და მოკლედ განადგურებას რამდენიმე მოწმე ხავს ბრალდების მხარე არჩევნების სესიაში და ჩვენ შევამცირეთ ამ კუთხით დასაწყისად სიაში მოწმეთა მოწყობას და მოწმით მოწმობს. პირველ რიგში საუბარია ორი 4-2-5 მოწმეები ვახტანგ გოგოაძე დავით ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი აღნიშნული ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს ვინაიდან ის გარემოებები რაც მათ გამოკითხვის ოქმებში არის აღწერილი სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებით უკვე გადასტურებული არის ასევე ვიდეო ჩანაწერებიც აღბეჭდილი არის ეს გარემოებები და შესაბამისად ვფიქრობ რომ მხარეებისთვის სამართლებსაც რაიმე არსებით ახალი და მნიშვნელოვანი გარემოებას ისინი ვერ დაადასტურებენ აქედან გამომდინარე იმისთვის რომ დაიზოლოს და სწრაფად განხორციელდეს სამსახურება აღნიშნულთა დაკითხვა სასამართლოში აბსოლუტურად ზედმეტია და მხოლოდ გააჩნიებს საქმის განხილვას. მიმეორებ ბატონ თორნიკე ვახტანგ გოგოაძე, დავით ანთაძე, ცოტნე ქართველიშვილი მოიხსნა. შემდეგი ეს არის ორი ვლადიმერ ჩიტაია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ დავკითხეთ მათ შორის გამოძიებელს, რომელზეც დეტალურად ისაუბრა ამ პატაკის ასევე როგორც შინაარსზე, ასევე მისნერ დადგენილებაზე, ექსპერტიზასთან დაკავშირებით და ყველა ის შეკითხვა, როგორც ბრალდების მხარის, თავის მხარის მიერ მან დაესვა და დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია მხარეებს და სასამართლოს. შესაბამისად, ორი ვლასაც ხსნით და ერთად სიტყვა. ჩიტაიას, ხო? დიახ. შემდეგი მოწმე ეს არის 2-13 გამოძიებელი აზოტკარაძე, რომელმაც გამოკითხა მოწმეები, რომლებიც ჩვენ დავკითხეთ სასამართლოში და შესაბამისად მათ დეტალურად მოახსენეს სასამართლოს ის ფაქტობრივი გარემოები, რაც მათთვის იყო ცნობილი, გამოკითხვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით თუ რაიმე შეკითხვები არსებობს დაცვის მხარეს, მათ შორის ამ კუთხითაც ჰქონდა სრული შესაძლებლობა და დაუსვაკილებს ამბილებს გარკვეული შეკითხვები. შესაბამისად გამოძიების დაკითხვა, რომელმაც ისეთი მოწმე დაკითხვა, რომელიც ჩვენ სასამართლოში უშუალოდ წარსდგა სასამართლოს წინაშე, ვფიქრობთ, რომ ასევე ზედმეტ დროის დახარჯვას გამოიწვევს და სწრაფი მართლმსაჯულებას არ შეუწყობს ხელს. და გამომდინარე 2-13 ბრალდების მხარე მოხსნის დასაქმებისას. შემდეგი მოწმე არის 2-15 ვლადიმერ ილიკაძე, აღნიშნულსაც ხსნით დასაქმებისას და ვინაიდან შემდგომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ვის გამოითხოვა და ათვადრე ის გამოძიებელი დაკითხული ყავს და თავდაპირველად
დამხმარებლების დაკითხვას არ მივიჩნევ ბიზნესში. 2.15 ხსნით დასაკვირვებლიდან. შემდეგი არის 2.17 და 2.18 გამომძიებელი თედო ჭანუხაძე და გამომძიებელი ალექსი თედუგაშვილი. აღნიშნულ პირებს დამატებით ხალხ გამოკითხული მოწმეები და ეს მოწმეებიც ის მოწმეები არიან, რომელიც ჩვენ დავუკვირდით სასამართლოში წინაშე წარსულიდან აღნიშნული პირებზე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოს როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ხარებს და ჩვენ შეგვეძლო დეტალურად კითხვები დაგვისვათ. შესაბამისად მათი დაკითხვაც არ მიგვაჩნია მიზანში წონებად და 2.17 და 2.18 ხსნით დასაკვირვებთა სია. დარჩენილი არის ერთადერთი მოწმე ბრალდების მხარის დასაკვირვებთა სიაში, ეს არის ბრალდებული მზია ამობობელი. თავდონ მზიას გაჩერება, ბრალდების მხარე არ მოხსნის მას დასაკვირვებთა სიიდან, დატოვებს და თუ ექნება მას სურვილი, ხათ ეს არ ამგონია მოახერხოს ამ პოზიციის დაფიქსირება, ალბათ გარკვეული კონსულტაცია დაჭირდება. ჩვენ მზად ვართ და შემდგომ პროცესზე დავწოვოთ ბრალდებული დასაკვირვებთა სიაში და თუ მას სურვილი ექნება, მივცემ შესაძლებლობას დეტალურად ნებისმიერი გარემოებაზე, რომელსაც თავავთვლის საჭიროდ ისაუბროს სასამართლოს წინაშე. კარგი, ბატონ თორნიკები, მეორე გვარებს ეს გახლავთ 2.4 მოწმე ვახტანგ ბოლოხაძე, 2.5 მოწმე დავით ანხაძე, 2.6 მოწმე ცოტნე ქართველიშვილი, 2.8 ვლადიმერ ჩიტაია, 2.13 აზორ ფუტკარაძე, შემდეგი 2.15 გამომძიებელი გულადი გულიკაძე, შემდეგი 2.17 გამომძიებელი თედო ჭანუხაძე, 2.18 გამომძიებელი ალექსი ტეტუნაშვილი. დიახ, სწორია. და რჩება ნამდვილად მხოლოდ ავტორი მზია ამობობელი ბრალდებული და როგორც მივხვდით, უკვე ეს აბსოლუტურად ბრალდებული სუფლებაა. და ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ შემდეგ შობაზე გააკეთებს კომენტარს დაცვის მხარე. შესაბამისად, ჩვენ ფაქტობრივად გავასრულებთ დაცვის მხარის მისაღებები, რჩება მხოლოდ ეს საკითხი. ამიტომ შემდეგი სხდომისთვის დაცვის მხარიც იყავით მზად საკუთარი მისაღებების კვლევისთვის, წარმოვადგინეთ მოწმეები და თუ დავრჩება, უკვე დავიწყებთ დაცვის მხარის მისაღებების კვლევას. შეგახსენებთ სხდომის თარიღს, მოგხსენებათ, რომ განსაზღვრულია 29 მაისი, 13 საათი. სხდომა გახლავთ დღევანდელი დასრულებული, მშვიდობას და წარმატებებს მისურვებთ გარდაქმნას. Ausbildungsjahr!